ხელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისთვის, თითოეული წირვისთვის, აი ამის შესაძლებლობას, რომ გვაძლევს ღმერთი და იმ შესაძლებლობისთვის, რაც თითოეულ ადამიანს მიეცა ღვთისაგან, ეს არის სინანული შესაძლებლობა. აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ ორივე სახარება შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამას უკავშირდებოდა ორივე მონაკვეთი სახარებისა. მაცხოვარი მოუწოდებს, როგორც ლუკა მახარებელი სახელდებს ლევი ალფეს. ლევი ალფესი არის იგივე მათე მახარებელი. მათე მახარებელი თავის სახარებაში პირდაპირ თავის იმ სახელს ამბობს, რითიც უფრო მეტად ცნობილია მათეს ამბობს, რომ ის მეზვერე იყო, მებაჟე იყო და ეს მეზვერეობა კიდევ არ ითვლებოდა მაინც და მაინც კარგ პროფესიად. უпростоრად პროფესია კი არ იყო ცუდი, იმიტომ რომ ნახეთ აი ივანე ნათლისმცემელთან რომ მიდიან, მეზვერეებიც მიდიან, ჯარისკაცებიც მიდიან, სხვადასხვა ხელობის ხალხი მიდის და ეკითხებიან, ჩვენ რა გავაკეთოთ, რომ სხონდეთ და ის არ ეუბნება, რომ დატოვეთ თქვენი სამსახური და წადით. არამედ ზოგადად რო ვთქვათ, მოკლედ, პატიოსნად შეასრულეთ თქვენი საქმე. რაც თქვენ გეკუთვნით, ისაიღეთ, თქვენ ჯამაგის დასჯერდით. მაგრამ ის შემთხვევაში ეს მეზვერენი იყვნენ ანგარების და დიდების მოყვარე ხალხი და გაჭირებული ხალხის ხარჯზე გამდიდრებული, ესე რომ ვთქვათ. ამიტომაც მეზვერესთან საუბარსაც კი ცოდვად თვლიდა იუდეველი ადამიანი. იმდენად ეჯავრებოდა. ამიტომ როგორც განმარტება ამბობს ლუკა მახარებელი და მარკოზი მის სახელს არ ამბობენ, არამედ ამბობენ ლევი ალფეს. როგორც ჩანს ეს სახელიც ერქვა, თუმცა იმდენად არ იყო ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მათე პირდაპირ თავის სახელს ამბობს. ეს მე ვიყავი, რომელიც მებაჟე ვიყავი, მეზვერე ვიყავი და უფალი მივიდა და მოუწოდა მას, მოუხმო, რომ დამოწაფებოდა და გახვალოდა მას. და მათე მახარებელიც მიატოვებს თავის სამსახურს და მიჰყვება უფალთან. თავის სახლში დაუმზადებს დიდ უფრას, ესე იგი გაამზადებს და დაპატიჟებს თავის მეგობრებს, მეზვერეებს, მებაჟეებს, ცოდვილებს და მოწაფეებთან ერთად მაცხოვარი მათთან ერთად არის და ფარისევლები და რჯულის მოძღვრები, მწიგნობრები, რომელთაც შესახებაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ისინი გარეგნულად კი წინავდნენ, მაგრამ მათი გული და გონება დიდი ცოდვებით იყო შებრალული. მაცხოვარს განიკითხავენ და ამბობენ მოწაფეებთან, რომ რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი ცოდვილებთან ერთად, მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად, რატო ჭამს? მაცხოვარი ყოველი ადამიანის გულის უთამხილავია და მათი ფიქრებიც იცის და მამაღლა ამბობს მათ აი ამ შეკითხვაზე პასუხს, რომ ყურნალი სჭირდებათ არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს. მე არ მოსულ ვარ აქ მართალთათვის, არამედ მოვედი ცოდვილთათვის, რათა მათ შეინანო. აი ნახეთ ლუკა მახარებელი ბოლოს როგორ ამბობს, ცოდვილთათვის რათა შეინანო. იმისთვის კი არა, რომ ცოდვილებს თავზე ხელი გადაუსვა და ცოდვა გააგრძელა. აი როგორც მრუშობაზე წასწრებული დედაკაცი რომ მიუყვანეს მაცხოვარს და ეკითხებიან, რომ რჯული განაწესებსო, რომ ესეთები ქვით უნდა ჩაიქოლონო და ჩვენ რა გავაკეთოთ? ახლა განა არ იციან, რომ ქვით უნდა ჩაქოლონო. იესო ქრისტეს პასუხი კი არ აინტერესებს, როგორც ასეთი ამ საქმის აღსასრულებლად. მაგრამ მაცხოვრის გამოჭერა უნდათ და არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებაც, რომ მაცხოვრის გამოჭერა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედა და კიდევ ერთხელ ვთქვათ, თუ მაცხოვარი იტყოდა, რომ იო, ქვით ჩაქოლეთო, მაშინ იტყოდნენ, აჰა, ვინც მოწყალებას ქადაგებს, მიტევებას ქადაგებს, ნახეთ რას ამბობს, ქვით ჩაქოლეთ. თუ იტყოდა, რომ არ ჩაქოლოთ ქვითო, მაშინ იტყოდნენ, აი, ეს მოსეს რჯულის წინააღმდეგია და ვის უჯერებთ,
ის ქადაგებას უჭერებთ, გარდა მოსე ყველასთვის გათაყვანებელი იყო. ამიტომაც როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი განმარტავს, ესე იგი, როდესაც მაცხოვარი თავს დახრის ძირს და ქვიშაზე რაღაცას წერს სწორედ ეს სახარებიდან არ ჩანს, ის განმარტავს დიდი წმინდანია, წმინდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი სერბი დამთავარი. მაცხოვარი წერს მომყვანებელთა, ანუ იმ ფარისეველთა და სადუკეველთა ცოდვებს. ეს ცოდვები ძალიან დიდი იყო. აი ვიღაცამ მამას წემა დაუშვათ. ვიღაცამ ტაძრის ქონება გაიტაცა. ვიღაცამ აი დღეს რომ მთელი ამბავია და იტირებული როა ზოგიერთი ადამიანი მამათმოვლობის ცოდვა ჩაიდინა, ეს სოდომური ცოდვა ჩაიდინა და აი ეს დიდ ცოდვებს წერს. და აწევს თავს მაღლა და ანუ მათ ამხელს ამით. ისინი ხო ხედავენ რას წერს მაცხოვარი, რომ მიხდნენ ისინი რომ მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები იესო მაცხოვარს ჩამოვავოთ, მათთვის იესოა. იესო ჩვენი ცოდვები იცის, ესე იგი. და ჩვენს ცოდვებს წერს ქვიშაზე. და თან ისე ამხილა ისინი სიყვარულით, რომ სხვას არ გაეგო. უშუალოდ იმას გაეგო, ვიზეც იქ ლაპარაკი იყო. ნახეთ, აი აქაც ამხელა სიბრძნე და სიყვარულია. აი, ჩვენ ზოგჯერ ადამიანს ესე იგი აი პირში მივახლით რაღაცას, მაგრამ შედეგი შეიძლება არ იყოს არაფერი. მაგრამ იქ შედეგზეა ლაპარაკი, რომ აი შედეგი უნდა გამოიღოს იმ ხილება. ხილება ის არის, რასაც სიყვარულით აკეთებ, თორე ის კი არა დაიკვირო ყველაფერი. და აწია თავი და უთხრა, რომ ვინც უცოდველია, იმან ესროლოს პირველად ქვაო. და თავისი სინდისისაგან ხილებულები და დახარა ისევ მაცხოვარმა თავი და გააგრძელა წერა. და რომ აწია შემდგომ თავი, ვეღარავინ იხილა გარდა იმ დედაკაცის. ანუ ყველას თავისმა სინდისმა ძალიან მკაცრად ამხილა, ესე იგი როგორც ჩანს. და დედაკაცი ეკითხება, რომ არავინ არ განგიკითხაო და არავინ ხალო. მაშინო წადიო, არც მე არ განგიკითხაო, მაგრამ წადიდან მოღარას ცოდაო. აი ეგ არის და რისთვისაც უფალი მოვიდა. ეს ადამიანი რომ ცოდვიდან გამოიყვანოს, წადიდან უღარ შესწოდო, მე მიპატიებია შენი შეცდომა, მაგრამ აღარ შესწოდო. ანუ ეკლესიის ბუნება ვერ გუობს ცოდვას, მაგრამ ის გუობს ცოდვილ ადამიანს, რომელიც ნანობს. მინდა ივანე ოქროპირი ამბობს, ჩვენ ცოდვა უნდა გძულდეს და არა ცოდვილი ადამიანი. აი მაგალითად, ვიღაცას რაღაც დაავადება რო აქვს, მომაკვდინებელი დაავადება, აი უკურნებელი დაავადება. ჩვენ ახლა ეს დაავადება კი გძულს, მაგრამ ეს დაავადებული ხო არ უძულს. პირიქით, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ანუგეშოთ, ვეხმარებით რაღაც. აი პატრიარქის ქადაგებას უსმენდი გუშინ და ამბობდა, რომ ღვთისკენ მიმავალ გზაზე ადამიანიო იღლებაო, ადამიანი ეცემაო, მაგრამ ადამიანი თავარია, რომ ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში არ დარჩეს. ანუ უცოდელი არავინ არ არის, ყველანი ვეცემით ამა თუ იმ ცოდვით. და ჩვენს გულში თუ ჩავიხედავთ, მივხვდებით მერითი ვეცემით, მაგრამ თავარი ის არის, რომ ჩვენ წამოდგენ. აი მეორე სახარება რას ამბობდა დღეს, მოციქულებს ეუბნება, თქვენ გაძლევთო სასუფეველის გასაღებს. ვისაც თქვენ მიუტევებთო, მიტევებული იქნება ზეცაში. ვისაც თქვენ არ მიუტევთ, არ ზეცაში არ იქნება მიტევებული. ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ მე ჩემთვის ვნანობ ამ ცოდვასთან. რატომ უნდა მივიდე მოძღვართან, რატომ უნდა ვთქვა აღსარება? ესეც უფალმა განაწესა და იმის გამო. მოციქულებს უთხრა. მოციქულთაგან ეს ხელდასხმა გადავიდა თავის მათ მოწაფეებზე. ამ შემდგომში ეპისკოპოსები ვინც იყვნენ და ეპისკოპოსია ვინც მიუტევებს. და ეპისკოპოსს ეკუთვნის ესა თუ ის ეპარქია და მან გაგზავნა სამღვდელო პირები, რათა მათ მიუტევონ. სინამდვილეში ეპისკოპოსის ხელმწიფებაშია ეს ყველაფერი. როდესაც მღვდელთან მიდის ადამიანი და აღსარებას ამბობს,
მას ამ მიწაზე რომ მიეტევება შეწოდება, ეს ზეცაშიც მიტევებული იქნება. აი ხო ძალიან მარტივად არის ნათქვამი. და ეს მარტივად ნათქვამი არის უდიდესი რეალობა. შენ რო აქ მოგეტევება, აღარც ღვთის წინაშე აღარ მოგეკითხებ. და წმინდა პაისი ათონელი რო ამბობს, იმიტომ იტანჯება სამყარო ადამიანები, იმიტომ იტანჯებიან, რომ არ ნანობენ თავის ცოდვას. არ ნანობენ. და ყველაზე დიდი სათხო არის აი ადამიანი ღვთის წინაშე რო წარდგეს, რა უნდა ჰქონდეს. ყველაზე დიდი ის არის, რომ უფალო მაპატიე ჩემი შეცოდებები, რაც ჰქონდა წელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ თუ უფალი მოგიტევებს და თუ შენ შეგენდობა ცოდები, მაშინ შენ გადარჩები, ცხონდები. მონანული ცოდვილი ცხონდები. მაგრამ ყველაფერიც რო გქონდეს და ცოდები არ მოგეტევს, ვერ გადარჩები. აი ცოდვა თუ არ მოგეტევა, თუ არ ნანობ არ მოგეტევა. და თუ ნანობ და მოგეტევა, მაშინ გადარჩები, შენი სული გადარჩება. მერთან იქნება მარადილ სიხარულში იქნება. ამაზე მეტი რა უნდა ითხოვს ადამიანს. და ვინც ითხოვს, ყველას მიეცემა, როგორც უფალი ამბობს სახარებაში. ვინც აკაკუნებს ღმერთის გულმოწყალების კარებზე, ყველას გაეღება. ვინც ეძებს უფალს, ყველა პოულობს. მაგრამ თუ ვინმეს არ მიეტევა, თუ ვინმე უფალი ვერ იპოვა და თუ ვინმეს მიმართ უფალმა გულმოწყალება არ გამოიჩინა, ესე იგი არ ეძებდა, არ აკაკუნებდა, არ ითხოვდა. და თუ არ გინდა, მაშინ არ მოგეცემა. და თუ გინდა, უნდა ითხოვ. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა სინანულისა. აი ეფრემ ასურის ლოცვაში როგორ ამბობს ჩვენ, რომ მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა. საკუთარი ცოდვების დანახვა ეს დიდი ღირსება ადამიანის. იმიტომ რომ წმინდა მამები ბრძანებენ, სასწაულთ მოქმედზე უფრო დიდი ის არის, ვინც თავის ცოდვებს ნანობს. იმიტომ რომ ის სასწაულთ მოქმედი შეიძლება საბოლოო ჯამში წარწმუნდეს და სამწუხაროდ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. თუმცა ის სასწაულთ მოქმედების ნიჭი რომ მას მიემაგლა, ესეც მისი მოღვაწეობიდან გამომდინარეც იყო და ღვთის მადლმა მიანიჭა. მაგრამ ესეთი შეიძლება წარწმუნდეს, მაგრამ ვინც ბოლომდე ნანობს თავის ცოდვებს, ისეთი არ წარწმუნდება. იმიტომ იქაც სიფრთხილეა საჭირო და აქაც სიფრთხილეა საჭირო, რომ შენ ბოლომდე შენ თავს გამოიკვლევდე და ნანობდე იმას, რაც შეგეშალ. და როგორც ჩვენ გვინდა რომ გვაპატიოს, ესე იგი ღმერთმა, ჩვენც ისე უნდა მიუტევოთ ადამიანებს. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, სახელით ამავიწყდა სამწუხაროდ. ჩვენი ცხონება მოყვასშია. ჩვენი ცხონება მოყვასშია, რას ნიშნავს? შენ როგორც მოიქცევი ადამიანებს, ისეა შენი ცხონების სახე. ამავიწყდა სამწუხაროდ იმ წმინდა მამის სახე. შეგვეციოს დღევანდელი წირვის მადლი და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოს ყველა.